ძალიან მარტივია რა, არავინ არ იღებს საარჩევნო, არც ერთი ავტორიტარული ტიპის ხელისუფლება არ იღებს საარჩევნო კოდექსში რაღაც ცვლილებას, თუ ის არაპირებს არჩევნების ჩატარებას და აპირებს რაღაცა პირდაპირ დაწეროს და უბრალოდ ფეხებზე დაიკიდოს ერთი სხვა. ანუ ეს ნიშნავს თავისთავად რაღაცა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ეს მარტო თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც არ იყოს და იყოს ყოველ შემთხვევისთვის მე დარწმუნებული ვარ ამას ხელისუფლება განიხილავს რომ ხომ არ ჩაატაროს ერთად საპარლამენტო რიგარეშეც გააჩნია სიტუაციას თუმცა შესაძლებელია ეს იყოს მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებისთვის და აქ თვითმმართველობის არჩევნებზე ძირითადი აქცენტი მაინც იქნება თბილისზე აქ თვითმმართველობის არჩევნებში მოიხსენება სხვადასხვა თბილისში სხვა კანონი მოქმედებს და სხვა სისტემით ტარდება სხვა რეგიონებში სხვაგან თბილისში 2024 წლის არჩევნებში იმ ყველაფერი გაყალბებებით და უბედურებით რაც იყო ხელისუფლება მაინც დამარცხდა. კი ბატონო. ეხლა ეს არ უნდათ მათ რომ დაუშვან. დაუშვათ და ოპოზიცია იღებს მონაწილეობას. ეხლა დავანებოთ თავი რა არის? თუ მეტნაკლებად ის მოცემულობა რაც 2024 წელს იყო, ხელისუფლება ან აგებს კი არა გარანტირებულად აგებს თუ ოპოზიცია მონახა ძლიერი კანდიდატი თბილისის მერობაზე, ასეთი რაღაც თუ მოხდა და კანდიდატი, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, გააღვიძებს ხალხში რაღაც мотиваციას და ებზოდება ამისთვისაც. რა თქმა უნდა, ეს ერთი მხრივ ეგ არის. მეორე მხრივ ხელისუფლება რასაც აკეთებს. ხელისუფლებისთვის ეს თვითმმართველობის არჩევნები ჩემია სერიოზული მიჯნაა. ეხლა თქვენ თქვით, რომ სიტუაციის აღწერა არ გვინდა ყველაფერი ვიცით. მაინც კი ვიცით, რა თქმა უნდა, ყველაფერი, მაგრამ მაინც საჭიროა ჩემი აზრით, აი რა სიტუაციაშია ოცნება, აი რა პრობლემების წინაშე დგას და რა უნდა ბიზინა ივანიშვილს ეს კარგად იყოს გაცნობიერებული. ხა ბიზინა ივანიშვილის თავარი პრობლემა დღეს რა არის? არის ის, რომ ის იყოფება საერთაშორისო იზოლაციაში, არის სანქციების ზღვარზე ამერიკიდანაც მას არ გაუმართლა ტრამპის ადმინისტრაციამ. ანუ ერთი მხრივ მას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა ქვეყნის გარეთ. ევროპასთან უბრალოდ არ აქვს ურთიერთობა. უბრალოდ აი რად არის გამოცხადებული, თან გრძელდება ეს პროპაგანდა, ხო? ევროპის რაღაცა ამერიკის რაღაც deep state და გლობალური ომის პარტია და ეს არ ჩერდება, რომ კაი ახლა აბასიან შატერიშვილმა შემოგთავაზა იგი კარის ფილოსოფოსმა თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ ხა შეიძლება უკრაინის ომში აღარ გვითრევენ, მაგრამ ხა შეიძლება ირანის ომში უნდა ჩაგვითრიონ. მოგეთ თელევიზია ოღონდ ჩვენ ჩაგვითრიოს ვინმე რამე ომში და სხვა საქმე არ აქვს. მაგაზე არიან ორიენტირებული, მაგათ რო კითხო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ეს იზოლაცია ფაქტია. იმედი ჰქონდა, რომ ტრამპის მეშვეობით მოხდებოდა ამის გარღვევა, ახლა ესეც დადგა ეჭქვეშ აშკარად. ახლა რა სიტუაცია, რაში ჭირდება ეს აღიარება დასავლეთისგან, თუ მაინც რაღაცა რუსეთისკენ მიდის და თუ მაინც რაღაც ამ ევრაზიულ კონტექსტში განიხილავს თავის ხელისუფლებას, ხო? საქმე ეს გახლავთ, რომ რა პრორუსიციც არ უნდა იყოს დღესთან, რა პროჩინელიც ან რა პროირანელიც, თუ ევროპასთან და ამერიკასთან არ აქვს ურთიერთობა, თუ იქიდან სანქცირებულია და თუ იქიდან არის, ასე ვთქვათ, კეთროვანი პოლიტიკური, აქაური ქვეყნის ლიდერი, ამ რაღაც გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე ამდენ ინტერესთან გადაკვეთა სადაც ხდება, ასეთ ადამიანს არავინ არ გააჩერებს აქ, მათ შორის არც რუსს უნდა ასეთი, არც ირანელს უნდა, არც ჩინელს და არავის არ ჭირდება. არავის არ ჭირდება პოლიტიკური კეთროვანი. რუსებს, რა თქმა უნდა, აწყობთ ოცნების ხელისუფლება, მაგრამ აწყობთ ოცნების ხელისუფლება ისეთი და იგივე ჩინეთსაც და ირანსაც, რომლის მეშვეობითაც რაღაცა ვაჭრობა, სავაჭრო ეკონომიკური და რაღაცა კავშირები იქნება, სოფლიოში ეს არ იქნება იზოლირებული აქ. ჩინეთს საერთოდ ეს ინტერესი აქვს საქართველოში, რომ შავი ზღვის მეშვეობით ევროპასთან რაღაცა ურთიერთობები დაამყაროს. და ასე შემდეგ. ამიტომ ბიზინა ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ის აღიარონ, მან მიიღოს ლეგიტიმაცია. რასაც დღეს არ აქვს. რატომ არ აქვს? არ აქვს ძირითადად იმის გამო, არა იმიტომ რომ ცუდი ტიპია. ეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. რა შანსია ამ ლეგიტიმაციის? მაგრამ ხოდა მაგას გეტყვით, აი რა შანსია და როგორ ფიქრობს ისა? ლეგიტიმაციას ის ვერ იღებს როგორც დემოკრატი, როგორც რაღაცა ადამიანი, რომელიც რაღაც ევროკავშირის კანდიდატია, ასე ვთქვათ, ევროკავშირში. ამაზე უარი აქვს, ნათქვამი, ცალწახად უკვე აშკარაა.
ამიტომ მას შეიძლება ერთ-ერთი გზა რიგივე ამერიკასთანაც ტრამპთან ვერაფერს ვერ თავაზობს მოკლედ ევროპას და ამერიკას ისეც რის გამოც ის სანაცვლოდ ამ ლეგიტიმაციას მიიღებდა და მას დაელაპარაკებოდნენ როგორც ადამიანს და რაღაც ეკონომიკური კავშირები იქნებოდა და იმ ეკონომიკურ მდგომარეობას მაინც შეინარჩუნებდა ახლა რო აქვს თორემ მე გარწმუნებთ აქ თუ სანქციები სერიოზულად წამოვიდა და იზოლაცია გამყარდა ჩამოინგრევა აქ ეკონომიკა თავზე და ემხობა ყველაფერი ეს იცით ძალიან კარგად ამიტომ მას რა უნდა ხა ერთადერთი ვარიანტია რომ მოსპოს ოპოზიცია საერთოდ განადგუროს ოპოზიციური ველი რაც შეიძლება სწრაფად სანამ ეს პაუზაა და დრო აქვს და არ მოუცლია და ჯერ სანქციები არ არის და თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი მიჯნაა იმიტომ რომ შესაძლოა იგივე დასავლეთიდან წამოვიდეს აი ნახავის არჩევნებში რა იქნება და მე ვიფიქრებ შენ ბოლომდე დაგარტყა თუ კიდე რაღაც ურთიერთობა ვიქონიო შენთან გავაგრძელო ეს დელეგიტიმაცია თუ შევწყვიტო ხო და ამ სიტუაციაში ერთ-ერთი ვარიანტი რომ ოპოზიცია უნდა გაუქმდეს პრაქტიკულად არ უნდა იყოს აქ არავინ უნდა იყოს მარტო თვითონ და ნუ სხვა გზა იქნება ამ შემთხვევაში იგივე ამერიკასთან ევროპას ახლა საქართველოს როგორც ქვეყანას და როგორც ტერიტორიას სხვა რაღაც გააქრობენ რა საიდან უნდა დაიჭირონ საქმე მაშინ იძულებული იქნებიან ბიზნესთან ანუ ბიზნესი ეუბნება რომ ჩემთან დაიჭირეთ საქმე აი აქ სხვა არავინ არ არის აქ არავინ არ არის ხო მაგრამ ეს ოპოზიციის გაქრობა ესე რეაგირების გარეშე დარჩება ანუ აი ყველა დაიჭირო ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეში ჩასვა და მე ევროპას უთხრა რომ აი მე და მე არ არის აუცილებელი ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეში ჩასვა ამის საკმარისია შემოიღო რაღაცა სერიოზული ასე ვთქვათ შემზღუდავი და ამგზალავი თელირიკი კანონები თქვა აკრძალო ნაცმოძრაობა მე ვიღაცა აკრძალო მე რაღაცა თავარი მასისთვის რა არის რომ მოვა თვითმმართველობის არჩევნები რომ მოადგება კარზე თავარია მანამდე ეს გაკაჩოს ნელ-ნელა ისე რომ ეს სანქციები არ იყოს მე ჩაატაროს ეს არჩევნები და მისთვის ახლა აქ ლაპარაკობდნენ და ჩემს შეხოს სრულიად გაუგებარიოს მისწრებაა ელემენტარულად თუ ოპოზიცია არ მიიღებს ამაში მონაწილეობას ხო ეს მინდოდა ეხლა მეკითხა რას კარგავს რომ ჩაატარებს წყნარად ეტყვის იმ ევროპელებსაც მოგზანდით ნახეთ რა კარგად ვატარებ ჩამოვლენ ის ევროპელები შეხედავენ მივა გაიმარჯვებს ყველგან ყველაფერი ეკნება მე მელაპარაკეთ ანუ ბატონ დავით ის ბიძინა ივანიშვილი ესე იგი შეიძლება ითქვას რომ იმათზე მეტად არ არის დარწმუნებული რომ არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვიდრე ის პარტიები რომლებიც დღესაც მზად არიან დღესაც ამბობენ რომ ჩვენ არ მივიღებთ ვიღაცამ შეიძლება არ მიიღოს ვიღაცამ მისთვის თავარია რომ თბილისია თავარი მოდი პირდაპირ თქვათ აქ რა ქვია ჩხოროწყუში და თქვათ თელავში ან იქაც მნიშვნელოვანია გორში რა მოხდება სხვაგან მაგრამ პრინციპში თბილისის მერი ეს არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური თანამდებობა. აქ თუ ოპოზიცია მონახა ესეთი კანდიდატი ხალხისთვის მისაღები შეძლო мотиваციის გაგვიძება და არ იქნა ის აფილირებული ასე რომელიმე ცალკეულ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან არ იქნა აფილირებული ну მას სერიოზული შანსი აქვს რომ როგორც მინიმუმ ბრძოლა გაუმართოს. კი, მაგრამ სერიოზული ბრძოლა. სად ჩანს რომ კი ბატონო, მაგრამ აი სად ჩანს ბატონ დავით რომ ვინმე საერთოდ ფიქრობს ამაზე? ჯერ არ ჩანს ეგ არის ჩვენი პრობლემა. ანუ ივანიშვილი უფრო მეც ფიქრობს ესე გამოდის ვიდრე აქეთან მხარეს. აქეთან მხარეს სულ არის ეს პრობლემა რომ არა აქვს თოლმე როიტყვიან რამდენიმე ვარიანტი მოქმედების. მაგალითად ეხლა სხვადასხვა სცენარების განხილვა არ უყვართ გეთანხმებით. წარმომადგენელი ამბობს რომ ჩვენ ჯერ უნდა მივახციოთ იმას რომ გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, უნდა მივახციოთ რომ ცესკო შეცვალა, კაცო პოლიტიკური პატიმრები თუ გამოუშვა და ცესკო თუ შეცვალა და სამართლიანი სასამართლო დაამყარა და ყველაფერი კარგად გააკეთა, იყოს მაშინ ასვერჩი კაცო ამ ხელისუფლებას. იმიტომ ვერჩი ასეთი ამას რო არ აკეთებს, ხო? ანუ უგუღმა აქვს ყველაფერი რა, ეს თუ გააკეთა, აშ რა პრობლემაა საერთოდ. მაშინ ან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რა პრობლემა არის მაშინ, თუ ეს ყველაფერი გააკეთა. მაშინ გასაგებია რომ ეს ხელისუფლება უნდა გააკეთოს ის, რაც შენ გინდა და ამას ეს ხასე არ მოხდება. მოდი პირდაპირ თქვა, ეხლა ეს არ უნდა აიძულო, როცა რაღაცას აიძულებ, იქაც ყოველთვის ასე ხდება, ხა ყველა დროში ასე იყო, რაღაცას თმობს და უშუალოდ წინახის ქვეშ რაღაცას არ დათმობს. მაინც შეეცდება ბოლო მომენტში რაღაცა თავისკენ გადაკაჩოს, ხა ეს ასეა. თუ ამ ბრძოლაში მიდიხარ და ამ ჭიდაობაში მიდიხარ, მაშინ უნდა მოემზადო ამისთვის და ღიად. კი არ უნდა მოატყუოს საზოგადოება რომ აი არ ვიცი ჯერ და უნდა თქვა რომ აგეთ მივდივარ და გამომყრევით ხალხმა და უნდა კონდეს ისეთი მესიჯები, გზავნილები, ისეთი ხალხი მონაწილეობდეს რომ გამოყვეს ეს ხალხი და თუ დაუშვათ მიდიხარ სხვა გზით და არ გინდა საერთოდ არანაირი ურთიერთობა ასეთი
და გინდა რაღაცა ესეთი რევოლუციური გზა, ну, მაშინ ეს სრულიად სხვა ის არის. რევოლუცია როგორ ხდება, ჩვენზე კარგად იცოდა, იყო ასეთი ეროვნება ვლადიმერ ლენინი. მაგრამ იმან იცოდა კარგად როგორ ხდება რევოლუცია და იმას აქვს ასეთი რა თქვამი. რა არის რევოლუციური სიტუაცია, განმარტება. მასწავლიდან უნივერსიტეტში ესე საბჭოთა კავშირის დროს ამას რომ რევოლუციური სიტუაცია ლენინს უწერია რომ როდესაც ზედაფენები ვეღარ მართავენ და ქვედაფენები აღარ შეუძლიათ მართვა და ქვედაფენებს აღარ სურთ რომ იმათ მართვა. არ არის ასეთი სიტუაცია ჯერ სამწუხაროდ. ასეთი რევოლუციური სიტუაცია რომ იქ ჩამოშლილი იყოს ყველაფერი ზევი და ვეღარ მართავდები სიტუაციას ბოლომდე, ესეთი სიტუაცია არ არის. არც ის არის უკმაყოფილება დიდია და თბილისშიც განსაკუთრებით დიდია. ოპოზიციის ასე ვთქვათ ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება, თუმცა რეგიონებშიც არ არის აი ესეთი სიტუაცია, რომ აი მთელი ხის გამოდიოდეს. თუმცა აი როგორ გითხრათ, დღეს შუაში ვართ, გაჭხერილი. მაშინ თუ შენ რევოლუცია გინდა, შენ უნდა შეეცადო, რომ გაზარდო ეს მუხტი, ხო? მეტი და მეტი ხალხი გამოდიოდეს, მეტი და მეტი ზეწოლა იყოს, იქიდან ხალხი მოდიოდეს, რა. მე ვარდების რევოლუციის მონაწილეც ვარ, ასე და ძალიან კარგად მახსოვს ეს სიტუაცია. ბატონ დავით, ჩამოგრეული იყო ის ხელისუფლება, თლიანად. ქალაქის პოლიციის სამმართველო 2003 წლის ნოემბერში იყო რევოლუციონერების ხარეს. საქართველოს უშიშროება იყო რევოლუციონერების ხარეს. ეხლა სუსი და ქალაქის სამმართველო რომ მომიტინგეების და აქციის ხარეს იყოს დამთავრებული იქნება ბიზნა ივანიშვილი რა თქმა უნდა. მაშინ რაც ხო არ არის არა ვიცი და ეს მარტივად არის. კი ბატონ დავით. აი ამ ეს პრობლემა გვაქვს. და ბატონ დავით კიდევ ერთი კითხვა მინდა დააგისვათ. არ ვიცი მე შეიძლება ჩემი რაღაც სუბიექტური აღქმებიდან და განცდებიდან გამომდინარე მაქვს ესეთი განცდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რასაც ვუყურებ რაღაცნაირად, აი მაქვს ესეთი განცდა, რომ აი აქეთ ხარეს ეს პროტესტის ოპოზიციაც და ასე, აი რაღაცას ელოდებიან, მაგრამ ჯერ ვერ ვწხვდები, რომ ვკითხულობ რაღაც ესეთ სასახელოთიც არ არსებობს, მაგრამ ფაქტია რომ აი დინებას მიუყვებით და აი რაღაცა რომ უნდა მოხდეს, აი ეს რაღაცა მოლოდინი თითქოს მათგან ჩანს. აი დრო ვის სასარგებლოდ მუშაობს აი ამ შემთხვევაში? არ მუშაობს ოპოზიციის სასარგებლოდ ერთის მხრივ, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა ეს თვითმმართველობის არჩევნები, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, ეს ხომ არ არის რაღაც ხელისუფლების მიერ დანიშნული, ან რაიმეს ალტერნატივა. ეს ყველა ვარიანტში კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული გვიწევს. მოვა ეგ თარიღი, ყველა ვარიანტში მოვიდო, რომც გადააგდო ეს ხელისუფლება, მაინც მოვა ეგ თარიღი, არა, რომც დარჩეს, მაინც მოვა. ამიტომ ახლა არის როგორ იცი რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და თავარი პრობლემა მისთვის ეს არის. მან ვერ მოახერხა პროტესტის ჩახშობა თლიანად. ეს რომ რუსთაველზე კიდევ გრძელდება პროტესტი მიუხედავად იმისა რომ ეს არ არის ესეთი მასშტაბური, როგორიც იყო, თუმცა აგერ ბოლოს სალამაზურაშვილის გამოსვლის დროს საკმაოდ ბევრი ხალხიც მივიდა. ნუკლედ კიდევ გრძელდება ეს პროტესტი, ბიძინა ივანიშვილი ითვლება საზღვარგარეთ ამას ყველა ხედავს რომ პროტესტი გრძელდება და ის რომ ბიძინა ივანიშვილი ითვლება რომ ვერ აკონტროლებს თლად სიტუაცია, ჯერ არ აქვს სრული კონტროლი. აი ამ სრული კონტროლის აღება უნდა ხელში და ცდილობს ეს ისე გააკეთოს და რომ არ მიმართოს ისეთ აი მყვირალა რეპრესიებს, რასაც ქვია დარბევა, დახოცვა თუ რა ვიცი მე, რასაც აკეთებდა ხალხი დაჭერა, წამება და ასე თქვა, უფრო ცდილობს რაღაცა კანონები მიიღოს, რაღაცა ეს კომისიით აკრძალოს სამდელში რა იქნება, როგორ იქნება. ეგეც არ ვიცით ფლად ზუსტად, მაგრამ რაღაც ასეთებს იგონებენ. ეს პროცესში მოგონილი ამბები ეს არ არის ისო, რატომღაც ყველას წარმოუდგენია, რომ თავიდანვე ქონდათ ეს ჩაფიქრებული, არ ქონდათ ასე. თავიდან მართლა დაიწყეს ამათ რომ ნაცმოძრაობის აკრძალვას აპირებენ, მერე დაფიქრდნენ და 2012-მდე თუ იქენით, ეხლა გახარიეს პარტია როგორ აკრძალოთ თუ და მერე გადმოიწანეს ბოლომდე. გააგრძელა, ანუ ყველა უნდა აკრძალონ რამე რო იყოს. თუმცა რომც აკრძალონ ყველა როგორც გითხარით, აქ თავარი პრობლემა ხელისუფლებისთვის არის მერის არჩევა, თბილისის მერის და თბილისის საკრებულოს არჩევა, რომელიც ყველანაირი ამ აკრძალვების მიუხედავად მაინც შეიძლება ჩაატაროს და ამა თუ იმ ფორმით მოპროტესტეს იმ საზოგადოებამ, რომელიც აპროტესტოს, მაინც მიიღოს ამაში მონაწილეობა. ამისთვისაც ემზადება, იღებს იქ საარჩევნო რაღაც კანონებს, იქ რაღაცებს, ასე ვთქვათ, შეზღუდვებს აწესებს, იქ დამკვირვებლებს უწესებს შეზღუდვას და მუშაობს. ხელისუფლება მუშაობს. აი ეს მომლოდინე რეჟიმი აქეთ ამ მხრიდან, ასე ვთქვათ, იმ საზოგადოების მხრიდან, რომელიც უკმაყოფილოა ხელისუფლებისგან, ну მე არ გონია მაინც და მაინც სწორი. მე მგონია რომ რაღაცა უნდა ჩამოყალიბდეს. თქვენც ეგ განცდა გაქვთ რომ რაღაც მოლოდინის რეჟიმი რაღაცა მოხდება და რაღაცა თავის არაფერი არ იქნება. ეხლა ჩვენ თუ ველოდებითო საზღვარგარეთიდან წამოვა რაღაც საზღვარგარეთის რეაქცია, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის თუ ევროკავშირის დიდწილად დამოკიდებული იმაზე, აქ პოლიტიკური ალტერნატივა არის თუ არა. თუ აქ პოლიტიკური ალტერნატივა არის და სერიოზული პოლიტიკური ალტერნატივა,
იმის და მიუხედავად ის იმარჯვებს თუ არ იმარჯვებს, ზეწოლა გაიზრდება. თუ არ არის პოლიტიკური ალტერნატივა, ბიძინა ივანიშვილის კი არა, კაცჭამია, ბოკასა იყო ცენტრალური აფრიკის იმპერატორი, იმას ელაპარაკებოდა, ხალხი მართლა ხალხს ჭამდა, ოპოზიციას ჭამდა, მათი არ შეხვდა რაღაც სხეულის ნაწილები. ეგეთი ტიპი იყო და ხა იმას ელაპარაკებოდნენ და დაელაპარაკებიან, რა თქმა უნდა, მithumetes ეს გეოპოლიტიკურად საქართველოს მნიშვნელოვან ადგილას არის. ახლა დიდი მნიშვნელობა ჩინეთს აქვს ინტერესი, ირანს აქვს, ცენტრალურ აზიას ბევრი ინტერესია. თან პლუს რუსეთ-უკრაინის ამბავიც როგორ ჩანს ასე მარტივად არ თავდება, ხო? არ არის ყველაზე გუნა რომ აჰა დამთავრდება ერთ თვეში, ორ თვეში, არ თავდება და არც დამთავრდება ასე. მადლობა. ასე რომ ნახოთ.